სალონიკი საბერძნეთის ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქი თავისი კულტურით. ამ ვიდეოში განახლებთ სალონიკის ზედა მხარეს, რომელზეც არავინ საუბრობს. ვიდეო, რომელიც გადახვევის გარეშეა საყურებელი. ეხლა მოვედით ცოტა მაღლა, 2 წუთი გავჩერდი, გადავხედავ აქედან ხედებს. სალონიკი ჩანს. ხაც 9 მივით არის და ნელა-ნელა ვუახლოვდებით ორსაც. აქეთ ჩამოდის 9 მივით რაღაც. მე მგონი ჩანჩქერიც არის, ხმა ისმის, მაგრამ არ ჩანს. ასე გამოიყურება ეს ხედები სალონიკზე და ვნახავთ. აი ცოტა თოვლი უკვე აქაც გვაქვს. უკვე ცხელა და ამინდიდან გამომდინარე იმედია მივასწრებთ. არ დაგვიდნენ თოვლი. წავედით ახლა გავაგზავნოთ ზემოთ სიარული და ნახოთ რა სიტუაციაა მაღლა. ეხლა ამოვედით უფრო მაღალზე ვართ. ნელა-ნელა უკვე თოვლით იგრძნობა. გაზაფხულის თოვლის სალონიკში. ესეთი ხედი იშლება აქედან. კამერას წამოღებული მაქვს და კამერით გადავიღებ ამ ხედებს მერე უკვე. ძალიან ბევრი ყვავილი არის. სავსეა აქაურობა როზმარინით. ვისაც გჭირდება და გაინტერესებს, აგერ არის. აი ეს ბუჩქებით რო არის, თითქმის რასაც ხედავთ, სუყვა და როზმარინი არის. ეს ჩვენი თოვლი. გაზაფხულის აპრილის თოვლი საბერძნეთში. ეხლა ცოტა ხანი გავჩერდებით აქ. წავიხემსებთ, შევჭამთ ქართულ ლობიანებს და გავაგრძელებთ კიდევ სიარულს მაღლა ზევით, იქ ვაპირებთ ახლა კიდევ უფრო მაღლა. არის რაღაც შენობები და შემოგიერთდებით იქიდან. ეხლა ცოტა შევჭამთ. თან გეტყვით როგორი გემოსი იყო. იმას არ ვიტყვი სად ვიყიდეთ. მაგრამ გემოს გეტყვით. სხვათაშორის გემრიელი ლობიანია. თან ახლა ასწორებს ახლა ამ ხედზე ლობიანი ჭამა, ქართული ლობიანი ჭამა საბერძნეთის მთებში. სამჩქარობი ახლა კაი ამინდი არის და მინდა რომ თორსაც მივასწრო მაღლა. ქართული პერასკი, ქართული ლობიანი, ქართული ლიმონათი. ფირმას არ დავასახელებ, სანამ არ დამასპონსორებს და სალონიკის ხედები. აქედან ვხედავ ახლა ჩემს სამსახურს, მაგრამ კამერაში რამდენად ჩანს არ ვიცი. აი პირდაპირ სალონიკის მოპირდაპირ მხარესა ვარ. თევზაო პატარა გემით შემოდივართ ხოლმე და ვაგროვებთ მიდიებს. ვაგროვებთ არა, ფერმები არის უბრალოდ. ეხლა შევჭამთ 1-2 წუთი და გადავინაცვლოთ უფრო მაღლა და იქიდან ჩავთავ კიდე. ესეც ჩვენი გაზაფხულის თოვლის საბერძნეთში. ზამთარში ართოს ხან და გაზაფხულზე მოვაქციეთ თოვლში. საკმაოდ რთული გზა არის, ვინც გადაწყვიტავს აქ ამოსვლას, აუცილებლად ჯიპით წამოდით. პატარა მანქანით წამოვიდით ჩვენ და ცოტა გაგვიჭირდა ამოსვლა. არ არის მარტივია მოსასვლელი, იმიტომ რომ კლდოვანი არის, ხამიწაც არის და ზოგ ადგილებში გაგვიჭირდა. მაგრამ ღვთისწყალობით ამოვაღწიეთ. ეხლა კამერას ავიღებ, მაღლაც ავალ და გადავიღებ იქიდანაც. ეს ყველაფერი კაი, მაგრამ აი ამ ხედის გულიზე მაინც უნდა გამოიწეროთ ეს არხი და უეჭველი რა. მაგრამ გამიტყდება რომ არ გამოიწეროთ, პროსტა ისეთი ადგილები გამოვიარე რომ ეს გადაგვეღო. ვით ნახავს ამ ვიდეოს და არ გამოიწერს, მაგრამ გამიტყდება ძალიან. ესეც ჩვენი სალონიკი ზემოდან ამ კოშკიდან. როგორც იქნა ამოვაღწიეთ აქაც. ეხლა გადავიხედოთ ყველა მერთად აქედან. საოცარი ხედი იშლება სალონიკზე.
და ესეც ჩვენი თოვლი. ეხლა გადავიღო ჩვენი ლამაზი კადრები ზემოდან. აქ უკვე დრონიც კი აღარ არის საჭირო, იმ სიმაღლეზე ვართ. გადავიღებთ ამ ყველაფერს და დავამონტაჟებთ და განახებთ. ძალიან მაგარი ადგილი არის. ესეც ჩვენი პატარა სალონიკი, საოცარი ხედები იშლება აქედან. ეხლა შევითავსებ ორმაგროლს, გადავიღებ ამითიც, ამითიც. ორივეთი ერთად. წეღან გზებზე რო გეუბნეოდით. არ ვიცი რამდენად ჩანს ეხლა, აი ეს გზები ამოვიარეთ სულა. სუტალახიანი და კლდოვანი გზა არის და ძალიან დიდი ქვებიც არის. საკმაოდ რთული გზა არის, თან თოვლი იყო, თან სველი იყო, გზა ტალახები იყო, დიდი ქვები იყო. ნუ მარტივია მოსასვლელი არ არის პატარა მანქანით, მაგრამ ნუ შესაძლებელი არის. შეუძლებელი არაფერი არ არის. ვით უმეტეს თუ გულით გინდა რომ ამოხვიდე. არის ასევე დასაჯდომები და მოსასვენებლები. ეხლა მეორე მხარესაც გადავალ, იქ დამხდანაც გადავხედავ რა ხდება. თან გზას თუ გამოჩნდა, განახებთ როგორი გზა გამოვიარეთ აქამდე მოსაღწევად. ესეც ჩვენი გზა. ნუ ასეთი ადგილები არის და პატარა მანქანით ამოსვლა ძალიან რთული არის. ნუ საჭიროებს გამოცდილებას. სხვა შეიძლება დარჩე კიდევაც. ძალიან ცუდი გზები არის. ესეთი ადგილები არის, ძალიან ბევრი აქ. ეს კი უკანა ხედი იქაც თოვლი არის, იქაც მინდა გადასვლა, მაგრამ არ ვიცი რამდენად მოვასწრებ. ნუ იქით ამ მხარესაც ვფიქრობ გადასვლას, მაგრამ დღეს რამდენად მოვასწრებ, არ ვიცი. მაგრამ დღეს საერთო ჯამში დღევანდელი დღით მაყოფილი ვარ, ძალიან ლამაზი ადგილები არის. და ნუ ძალიან ბევრი ბლოგერი ჩამოდის, მოგზაური ჩამოდის და იძახიან, ნუ ბევრი არაფერი. რა ბევრი არაფერი, არ გინახია და როგორ ბევრი არაფერი. ნუ ხე განსაკუთრებული და ვაი და ის არ არის, მაგრამ სალონიკსაც აქვს რაღაც ისეთი ხედები, რომელიც ძალიან ბევრმა არც მოგზაურმა არ იცის, არც ბლოგერმა არ იცის, გაივლის მხოლოდ სანაპიროზე. და ნუ ხო, კაი, სანაპირო და გევებ, მეტი არაფერი, მაგრამ ესეთ ადგილებში ძალიან ბევრი არაა ნამყოფი. და ვერც ამოდის. იმიტომ რომ არ იცის. ესეთი ლამაზი ხედი გვაქვს აქედან. ესეც ჩვენი Peugeot Outlander-ი. ნუ მოკლედ რეკლამა არ არის, მაგრამ ეს ყოფილა მანქანა. ეს ყოფილა ადამიანი. ისეთ გზებზე მომიყვანა, ჩასვლისას თუ მოახერხე გადაღება ამ გზებზე, გადავიღებ ამ გზებს. ეხლა აქედან წავალ დავუშვები ნელა-ნელა, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი გზა გვაქვს გასავლელი და არ ვიცი როგორ ჩავალთ იქამდე. ნუ აღმართზე ვართ ახლა, მაღალზე ვართ. დავუშვებით რას გონით, მაგრამ თავარია არ დაგვიღამდეს, რომ ძალიან ბევრი გზა არის და სადმე არ ავიხლართ და არ დავიკარგოთ. რომ საკმაოდ დიდი ტყე არის. ეხლა ნელა-ნელა დაგემშვიდობებით აქედან. ვეცდებით გადავიღოთ კაი კადრები და შემოგთავაზოთ. და ასევე არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება და დაკომენტარება და თქვით თქვენი აზრი. გიტოვებთ ლამაზ კადრებს. დროებით.
ყველაფერი, მაგრამ ყველაზე ღაზაობა ის არის, რომ ამ წეღრეში სიარულის შემდეგ და ამდენი ტალახის შემდეგ აღმოვაჩინეთ უკანა გზა, რომელიც პირდაპირ თითქმის კოშკამდე მიდის, ასფალტი და მოპირკეთებული გზა, მაგრამ არა უშავს. არც ეგვეცოდინებოდა პირდაპირ ავართ ხოლმე ასფალტიანი გზით და არა თხეღრით. თუ დაგაინტერესდათ ესეთი ვიდეოები და გაინტერესებთ და იქნება აქტიურობა ესეთ ვიდეოებზე, შემიძლია გადავიღოთ კიდევ სალონიკის გარშემო, არა მხოლოდ სალონიკის გარშემო, საბერძნეთის მასშტაბით. და ამ ყველაფრისთვის საჭირო არის თქვენი აქტიურობა, გამოიწერე არხი, მოიწონე ვიდეო და დააკომენტარე შენი აზრი და ვინმე სადმე თუ ეგულება რამე ისეთი კაი ადგილი, რომელიც გადაღებაც შეიძლება და აღირებულია, აუცილებლად დაწეროთ კომენტარებს და შემოგეხმიანებით.